გადის ასული, გმირი თეკლა ერისთავი. ხო კარგად ჟღერს? თეკლა ჟღერით კარგად ჟღერს, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. რა? ვერ გათხოვდები. მოიცა, რატომ? რატო და როცა მარტო თავადი იყავი, მაშინ ვერ ნახე შესაფერისი ბიჭი და ახლა ეგეთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ისე რა უცნაურია რა, ზოგს ბებია და ბაბუ აყავს გმირი, მე კიდე მეგობარი და შვილი. ელენე, ისე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა ნიკა რა. მიხვდა რომ ამ ჩოგბურჩი წარმატებას ვერ მიაღწევდა და სამშობლოს მიაწვა. ლაშაცდები ნიკას ძალიან მოწონს ჩოგბურთი. მწვრთნელსაც ველაპარაკე და მითხრა ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მაგრამ ეს ჩემი დირექტორი გამანგიჟებს რა. რას არ ვაკეთებ რომ საერთო გამოვნახო, მაგრამ მოიცა რა, არ გაამართლა ჩოგბურთმა? არ დადის კორტებზე ბავშვის შვილის ანახავა? არა. მოიცა, არ აინტერესებს შვილი რას აკეთებს? რა უპასუხისმგებლობა? არა, მე ხომ იმიტომ შევიყვანე ნიკა ჩოგბურთზე, ჩემ დირექტორს თავისი შვილი რომ დაყავდა. ახლა ადგა და კრივზე შეიყვანა. რას ლარა? თეკლა რა უნდა ვქნა ეხლა მე? მოიცა, ჩოგბურთიდან კრივზე შეიყვანა. გაგიჟდა? თეკლა აი მე საწყალი ნიკა. გაკლდა ეხლა სრული ბედნიერება. და მოიცა, იცის ნიკამ რომ უნდა მიბეგონ ხოლმე. რას ნიშნავს თეკლა მიბეგონ? ბავშვია, ის ხომ არ არის? მაგრამ რა. მოდით. აი. ნიკა რას მალა უკან? ჰა? რაღაცა მოიტანა ეხლა კიდე. რას მალავ ნიკა? ნიკა. ნიკა. რა არის ეს? დაწყნავდით. არაფერია, უბრალოდ ჩოგბურთის დროს წავიქეცი და ვიტკინე. აი, და ვინ შეგიხვია? ექიმა. დე, იცი, მაინც ბოლომდე ვითამაში და მოვიგეთ, ტკივილს კიდე გაუძელი. აი მე. აჰა, გაუძელი ტკივილს, ხო? ნიკა, მომავალში ხვირი, ყბა, ეს თვალები რო გეტკინოს, გაუძლებ იმასაც, ჰა? რატო უნდა მეტკინოს? ჩოგბურთზე დავდივარ, კრივზე ხომ არა? არა. უი, დე, შენმა უფროსმა თავისი შვილი დათუნა კრივზე გადაიყვანა. აი, წარმოიდგინე რა უნდა და კრივზე. დე. მასლა. აუ, რა უნდა და კრივზე რა. სამაგიეროდ ნიკა, რო დამაწინაურებენ, რასაც გინდა იმას გიყიდი და სადაც მოგინდება იქ წაგიყვან. აუ, როდის გავიზრდები და ჩემი კარგ სამსახურში უნდა შევიყვანო. ეს მე? ოკაი, შენ. აჰა. ეს მე. ოიც რატი რა წეღარო იყო ეს მე შენ ეხლა აღარ არის ეს მე შენ ჰა? მადლობა. აი. შენ მე შენ. ოკაი, მოგირე ხო? რატი? ბატონო, გეამაყება ხო? რა მიამაყება? რა და გმირის ჩაის რომ მზადებ ჰა? კარგი რა, შენ კი არა ხარ გმირი, მე ვარ გმირი, რომ მთელი დღეა შენს მედალს და შენ გიძლება. ისე რატი რა მაინტერესებს? ნეტა იმ გოგომას თუ ნახა ტელევიზორში, ჰა, მე და შენი მედალი ერთად. ჰა? შეიძლება, ალბათ გნახარ. აუ, გაგიჟდებოდა, არა რატი გაგიჟდებოდა. რა ვიცი, ალბათ გაგიჟდებოდა. მე მგონი, რა ვიცი, არა?
ხო, თან როგორი ტელეგენური ვარატი, ჰა? როგორი ტელეგენური ვარ? ო, ეს медали ოქროსია? რას ქვია ოქრო, სუფთა ოქროა, რატი, რას ქვია, აბა? ისე მაგარი კონკურენტი გამოუჩნდა შენს მარცხენა მუხლს, რა. ისე რატი რა მაგარი, არა გულზე медали, მუხლში პლატინა, ხო მაგარი ტიპი ვარ, ჰა? ხო, ძალიან მაგარი ტიპი ხარ. გულზე медали, საბაზანოში ბაყაყი. საწყალი ნიკა, მალე სახლში გავახული გმირი გვეყოლება. აბა. ვინმე გააღებს? მე გავაღებ, აბა ესენი გმირები არიან. მოვბრძანდით ბატონო ფრიდონ, მოვბრძანდით. გამარჯობა. შემოვბრძანდით. გამარჯობა. ჩემი სპექტაკლის ბილეთები მოვიტანეთ. აჰა, რა კარგია. ნუ რამდენი ხანია არ მოგიტანია ჩვენთვის სპექტაკლის ბილეთები. ძალიან კარგი, დაბრძანით. და ვიცნობთ ჩვენ ამ პიესას, ვიცნობთ ამ სპექტაკლის პიესას, ვიცნობთ? იცნობთ? წითელქუდა. წითელქუდა. ძალიან კარგი სპექტაკლია, ექსპერიმენტალური. და ეს ექსპერიმენტალური რას ნიშნავს, რა მხრივ? წითელქუდას თამაშობს ბიჭი. აი რა კარგია. ესა ბატონო ფრიდონ. ეს ახლა რეჟისორმა მოიფიქრა თუ რეჟისორმა მოიფიქრა. რეჟისორმა. ცნობილია ეს რეჟისორი თავისი ექსპერიმენტებით. და გაგებული გექნებათ, პირველად დადგა მე, ბებია და ილიკო. ილარიონი სადა რა იყო ისეთ შუა რეპეტიციებიდან მსახიობი წავიდა და რეჟისორმა აღარ შეცვალა მსახიობი. ოჩა. სამკაცზე გადაანაწილა ტექსტები. ორიგინალურია. წამოხვალთ ხო? აი მოვდივართ, ფაქტიურად მოვდივართ. ბატონო ფრიდონ, კი აუცილებლად წამოვალთ, აუცილებლად. რა მაინტერესებს? მოვბრძანეთ. კიდევ თუ რაღაცა მიუმართავს სხვა ექსპერიმენტებისთვის თვითონ რეჟისორს? დიახ, ოტელო დადგა. ოტელო დადგა. და რა ოტელო რა? ოტელო გუდავს დეზდემონას. ოჩა, ოტელო გუდავს კი დეზდემონას და აქ სად არის ექსპერიმენტი? გაზით. გასაგები. ნიკა, მოემზადე საღამოს სპექტაკლზე მივდივართ. აუ, ჯერ კრივიო, მე ექსპერიმენტალური წითელქუდაო. და აღარ გიყვარო არ? ფრიდონს რა მაგრად უთხარი? ფრიდონს ხო მაგრად უთხარი? რა და ის რა ქვია? ხო და 2012 წელია და ვარ კონფლიქტის ზონაში. ხო და ვარ კონფლიქტის ზონაში და ხედავ რომ ჩემსკენ მოემართება უზარმაზარი ტანკი რა. მოიცა, მოიცა, ეხო მოყევი, იქ ვიყავი და ნუ გაიმეორებ რა. რატო გამეორება ცოდნის დედაო რატი? ხო და ვდგავარ კონფლიქტის ზონაში და მოდის ეს უზარმაზარი ტანკი ჩემსკენ რატი და ვდგავარ და უყურდე კი არა ზივარამ წევარ ვდგავარ რატი. ვდგავარ და ხელში მიჭირავს ჯაყვა რატი. მოდის ეს ტანკი მოდის და ვფიქრობ ეხლა მივიდე არ მივიდე მიჭირავს შეჯაყვა მივიდე არ მივიდე დავესხა არ დავესხა აი ფიქრებში ვარ ხო ხდები და ზუსტად ამ დროს რეკავს ტელეფონი მიდიხარ და იღებ არ არის აქ ჩემი ტელეფონი შენია მიდი და შენ თვითონ უპასუხე არა ჩემი ტელეფონიც აქ მაქვს არ არის ჩემ აბა ვისია არ ვიცი აუ ფრიდონს ხო არ დარჩა შეიძლება ხო მოიცა ფრიდონის ტელეფონი რატი უნდა უპასუხო რატი ხო უნდა ვიდი რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ქალების გუნდთან მყრობელი, გიჟმაში ფრიდონ შვანგირაძე არტისტი გისმენთ. რა დამაყარე? მე ხი? ისა, რა სასიამოვნო ხმა გაქვთ გოგონი? შეიძლება თქვენი სახელი რო გავიგო? ხო. მე პაატა ვარ. პაატა, მეზობელი, გმირი პა. არა, ვირი არა, გმირი. უკაცრავთ, რატომ ეჩუბებით? თქვენ სოლი ხართ, ხო? სოლი ხართ თქვენ?
არა მე ვერ უპასო არა შენი რატომ ჩხუბებით არა რა ფრიდონმა ჩააწყო არა რა შუაშია ფრიდონი ქალბატონო არა ვინ ჩააწყო არა ქალბატონო რატომ ჩხუბებით არა გმირი დიახ ხო რა ქიმის რა პატარა რა გააკეთე ფრიდონის სოლი იყო რა ოქნა რატი ახლა არა და კაცი ამბობდა რომ ის რა ქვია უნდა შეურიგდეო და რაღაცა ავაწყეთო ურთიერთობა და გაუფუჭე ახლა ყველაფერი რა ოქნა რა გავაკეთო ახლა ვერ გავიგე წავალ გაუტან რატი უცად გაურბენინებ და იმას იზავს მოაგვარებ სანამ რაღაცა სად გაუტან თეატრშია ფრიდონი თეატრში წავიდა აუ მაშინ წავალ და თეატრში გაურბენინებ სანამ სპექტაკლი დაიწყოს რა გავაკეთე რატი რა ოხ რა გავაკეთე წავალ გავიქცევი ახლა სანამ სპექტაკლი ნელა გაიქეცი ძალიან ნელა ისე არ მიასწრო ფრიდონს იქ თეატრში კარგი როგორ არ მოგბეზრდა ეს უაზრო ხმრო კარგი ვიცი და გავიცი კარტანოებს რა ეს პატა რატი პატა ისა გმირს ხუთი თეთრი არ აქვს ლიფტისთვის და ვერ მისცემ და ოქროს მედლებს არ ღებულობს ლიფტი არ მოგბეზრდა აღარ ჩამოდიხართ? კი, მოვდივართ. ნიკა დროზე ჩამოდი, გვაგვიანდება. ელენე, რა არის ეს გამაგებინე რა არის? ეს უნდა მაჭამო ამ ხელა კაცს, რა არის, ლაშა, სალეთის ფურცლებია, უკალორიო არაჟნით და ზეთისხილით. ლაშავიძია, თუ გინდა მე შევჭამ ამას და თეატრში შენ წადი, ჰა? გემრიელია. რო არ წავიდეთ მიხვდება ფრიდონი რას მიხვდება ბოლო რიგია და ვერ დაინახავს მივალთ თუ არა ჰა არა თეკლა ბოლო რიგი კი არის მაგრამ ეგ ბოლო მეხუთე რიგია და რო არ მივიდეთ შეგვამჩნევ სირცხულია რახან დავპირდით უნდა მივიდეთ და რო არ წავიდეთ არა უნდა წავიდეთ ვისა ნიკა მამა შენის ბრალია მე რომ მოვდივარ ხო მოდიოდა რატო გადაიფიქრა რავი, თავიდან კი მოდიოდა, მაგრამ მე რომ გაიგო, რომ წითელ ქუდას ბიჭი თამაშობს, უცებ რაღაც აუცილებელი საქმეები გამოუჩნდა. გამარჯობა. ფრიდონი შემხვდა ეხლა სადარბაზოში. რა უცნაური კაცია, რაც ბილეთები ქონდა თავისი თეატრის. შენი წამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეუბნება. თან თურმე თვითონ ყიდულობს ამ ბილეთებს და მე არ იგებს ესე რა. ვაიმე, ვიტირებ ახლა, წადით, მალე წადით კაცო, მალე. დავედი. ლაშა, მაცივარში ციციბურა, ხაჭოთი და ჭამე. მივირთმე. წადით თქვენ და ამ ციციბურას ახლავე გეთებ ლაშა. რა მაგარია ქოლესტერინი რა. რატი დამეწევი? აბა რას ვიზა? მოდი. აჰა. ისე ამას ლუდი როგორ მოუხდება, არა არ სვავ მე რატი არა. არა ხო? მეც მაგიტომ შემოვედი რომ მე ვთქვა არ სვავთ. კარგი. ისე არა და რა კარგი ამინდია? გარეთ? გარეთ არა სახლში. ხო. არა ხო? არა. და არა არც მე არ მინდა ლუდი შენ? არა. არა, ნუ ახან არა. არა და დალერდა კაცი რა. ატა აი ეს არის ჩემი სამფლობელო. ხო, მაგარი ბატონო ფრიდონი. რა ვერ გავიგე იცი? რა? რო შემოდიოდი გარედან ბუღალტერია რატო ეწედი? საგრიმიეროში იატაკი ჩაგვივარდა და დროებით გადმოვედით აქ 1-2 წელი. ისე პრინციპში ბატონო ფრიდონი, ეხლა მე რო აქ შემოვედი. ეს საგრიმიერო კი არა, ეხლა არის საგმირიორო. ხო, მე ხო მივიდა. ხო, რა? მერი ხარ, მერი. მომისმინე, მითხარი ერთი რას მეუბნებოდი იმ ტელეფონზე დაგრჩაო თუ რაღაცაო. დროზე მითხარი თორე დაიწყო. ხო, რაღაცა. მოკლედ აი ეს ტელეფონი დაგრჩათ და რეკავს ეს ტელეფონი, არ ჩერდება ეხლა და ავიღე ეს ყურმელი, ხო უნდა ამეღო არა? ხო, სწორად მოვიქეცი. ხო. ხო და ვეუბნები
რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ქალების გულთამყრობელი გიჟმაჟი ფრიდონ შვანგირაძე გისმენთ. ხო და მე მეუბნები რა სასიამოვნო ხმა გაქვს გოგონი მეთქი შეიძლება შენი სახელი გავიგო მეთქი ხო მე ის რა ქვია მე თქვენი ცოლი აღმოჩნდა რა მანანა უშე ჩემ ცოლს უთხარი ეს ყველაფერი ძალიან ლანძღავთ ახლა ჩამოწიე გასა რამ გაგაგიშა ბიჭო ხელა კაცია რა სისულელეები გითხავს რა არის ეს რა ხნა ბატონო ფრიდონ ვერ გავიგე მე ხუმრობდი და თქვენ კიდე მართლა ამბობთ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს და კარგი რაო მე რა გითხრა ჩემო ცოლმა დაგაყარე მეხიო კარგ ხასიათზე ყოფილა რა გინდა ისე რანაირად ვერ მიხვდი რომ ჩემი ცოლი იყო ხო წერია ტელეფონში გარკვევით ჩემი ცოლი ავისი ბატონო ფრიდონ ახლა აღარ დამიხედია მე რეკავდა რა უზრდელი ხო არა ვარ სხვისი ტელეფონები ვამოწმო აბა რა წესია ვერ გავიგე შენ აი ისე ის კარგად მოგიფიქრები აი ეს რა გიჟმაჟი მიხდება გიჟმაჟი ხო მაგარია ეს ამ ძალიან აღარ მიბრაზდებით ხო ძალიან არ მიბრაზდებით ხო არ ხართ ხო გაბრაზებული ხო კარგი არა უშავს დაურეკავ სპექტაკლის შემდეგ და აუხსნე ყველაფერს კარგი ხო მართლა ის რა სპექტაკლია ბატონო ფრიდონ რა სპექტაკლია და წითელქუდა ხო და თქვენ მიხართ გელი რა მე მგელი ხარ ბატონო ფრიდონ მაინც სცენაზე რო გახვალ არ დაიყმულა კბილები გააკრაჭუნე რომ მაყურებელი მიხვდეს არ დაიბნეს ვინც გელი ხარ თუ კურდღელი კაცო რა წესიერად ურიებას შენ იმაიმუნე და გენერალურ რეპეტიციაზე იმპროვიზაცია შევუშვი მართლა გადავრიე გავაგიჟე რეჟისორის გაგიჟე ხო მაგარია ფრიდონ ვინმე ბატონო ალექს ეს არის ის იმპროვიზატორი რეჟისორი ბატონი ალექსი გამარჯობა ალექს ბატა გამარჯობა ფრიდონ ბატონო ფრიდონ რას მიკეთებ ფრიდონ დაუგლიჯი არა რას მე იმპროვიზაციები რას იმპროვიზაციები დაიმახსოვრე შენ გელი ხარ გელი ხო და რა ჰამლეტი არა გასაგებია ხო კარგი წავედი ერიხა ეს მართლა გაგიგიჟებია ჩაის დალევდა კაცი ჩაის ჩაის თუ არა და არა ხო კარგი არა ხო ეხლა კაცმა რომ მომცეს ერთი კათხა ლუდი ესეთი ქარვისფერი ნამიანი კათხა რო იქნება აი ესე წვეთი რომ მოდის ცოტათ ქაფი რო აქ ესე თხლად და აი ეს რაც უფრო ახლოს მიგაქ რო ეს წყურვილის სურნელი რო გეცემა ესე და ნენდელა კბილებში რო გაცრი ერთი ყლუპი ერთი ცოტა არა ქაფთეს ჩადის არ მინდა ვაიმე რა კარგია რომ სახში ხარ რაც უბიაბავია დამირეკეს ხარა გაუნდა კოდება მხეზე კარალი გოგი ვაიმე რა ხარ რა ხდება მოიცო მეც ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ კაი ამბავი რო არ არის ნამდვილად ვიცი არა და კოტე ბაბუ ყოფილა ძალიან ცუდად რა ხოტება ვაიმე არა ლაშა არა ისე კი რომ პროვინციურ ხოლმე ვიღაცაებზე თქმა მართლა ძალიან ცუდად ყოფილა დამირეკა მამია დახიდან ჩამოვარდაო და დაურეკიათ პაატასთვის პაატას არა უღია მობილური მე დაურეკიათ სახშიც არავინ არ ყოფილა მამიამ დაგირეკა ფრიდონის გარჩამ პაატასთან ტელეფონი და პაატამ წავიღო თეატრში მართლა წავიდათ მაშინ თეატრში და უთხრათ ბიჭს რას ლაპარაკობთ ესე იგი მართლა ცუდად არის კაი სანამ წავალთ ის მამიამ რანაირად დაგირეკა თქვენ აი ეს რა იცის მამიამ თქვენი ტელეფონის ნომერი ვაიმე ლაშა კარგი რა ხო იცი რომ მამიას ბიჭს ურიგებდი ჩემი ძმის ცოლის დიშვილ როენას ხო და მე ხუჩი ხარა ეგამბავი ვიცი მაგრამ ხო ხო და არ გამომივიდა ეგამბავი კაი ნუ გამომაყოლებ ამას რა ხო კარგი არ მოგაყოლებთ და რა საჭმელი გაქვს და ლუც არ აყოლებთ
ამის ნახევარი რომ მქონდეს ჩემ ემზარს იმდენ ლუც დალევდა რომ რა ვიცი ვაიმე კოტე ბაბუ კოტე წავიდეთ ხო? წავიდეთ თეატრში ხო? წავიდე, შენ წამოხვალ თუ რა ზასიზავში? არა, მე ისა რა ქვია ბარში ჩავალ, იქ ვინერვიულებ რა. აჰა, იქ ვინერვიულებ. ხო მართლა. წითელ ქუდას როზე რომ ბიჭი მოიყვანეთ. კარგი ბიჭი. ხო, მთრალი გდია კულისებში და ვერ ვაღვიძებთ. მე რასამ სპექტაკლის წინ ნერვიულობდა ბატონო ალექსი და მე როგორც უფროსმა კოლეგამ ბურჩიე ცოტა ჩაგვეფინა. ხო და ახლა როგორც უფროსმა კოლეგამ მოიფიქრეს ასრაფოთ რამე. მე რა უნდა მოვიფიქრო? არ ვიცი, მოიყვანე ვინმე წითელ ქუდას როზე. ოღონდ ბიჭი. საიდან მოვიყვანო? არ ვიცი. სპექტაკლი არ უნდა ჩამივარდეს. მოვიყვანე. ეს ითამაშებს წითელ ქუდას. მოიცა ბატონო ფრიდო მე აბა მერანეირად აბა ერთი წუთი მერანეირად ვირას ვითამაში მობისმინე ბატონო თუ გინდა რომ ჩემი ცოლის ამბავი გაპატიო უნდა ითამაშო აჰარა ეს ის არ არის თქვენ რომ მიფიქრეთ არა კარგი მოკლედ შენ იქნები წითელ ქუდა. კარგი ხალხო, რა წითელ ქუდა, ნუ გამაგიჟეთ, კაცო, კაცი გმირი ვარ, მაიაჭმეთელი მაინც მათამაშე. როგორ გულით გაპატიე, მე შენ ყველაფერი გულით გაპატიე. პატა. კარგი ხო, თანახმავარ, კარგი. თანახმავარ. ალექს თანახმავარ, რა უნდა გავაკეთო? აი ეს ტექსტი. ხო. არ არის ძნელი ადვილია და აი ეს კოსტიუმი. მიხედე? ძალიან კარგი. ეს ალექს რა უნდა გითხრა? თუ რაღაცაა ტექსტი რომ რამის კითხო რომ მომინდეს, ტექსტია დამოვიწყდეს რა რაღაც ყურისებში ხო იქნები რო კითხოში? არა. მე განათებაზე და რეკვიზიტებზე ვარ. ლუბადეიდა გახდა ძალიან. რას უნდა? უნდა მიხედოს. რა თქმა უნდა. არ დაალევინა. არა, ბატონო ალექს. კარგი. რა გინდა პაატა ძალიან მაგარი წითელ ქუდა. მაგარი ხო. ყოველთვის მქონდა ეჭვი რომ პაატა რომელიღაცა ზღაპრის პერსონაჟი იყო. თეკლა, ყვავილები უნდა გვეყიდა. პაატასთვის? არა, პაატასთვის, ჩვენთვის სახეზე ავიფარებდით. სირცხვილია ვინმე ნაცნობი არ შეგხვდეს აქ. რას მოვდიოდით ამ მანქანით რა? წამოსულიყავით ავტობუსით 20 წუთს მაინც დავაგვიანებდით. შეხედეთ რანაირად გადახტა. არა, ფეხით უნდა წამოსულიყავით. თეკლა, შეხედე, ეს ვერ არის კარგად. ნახე რას აკეთებს. ჩვენ ხო რას ამბობ ელენე? ჩვენ რას ვაკეთებ? წხედვართ და მაგას უყურებთ. რა გინდა ძალიან მაგარი სპექტაკლია. თან წითელ ქუდაც გაპარსულია. ხილად. პაატა სად არის პაატა? რას აკეთებთ აქ? როგორ შემოხვედით? როგორ შემოვედით. წლივს ვიშოვეთ ბილეთები. როგორ შემოვედით კი არა, გვეხვეწებოდნენ, შედით და შოკოლადებს მოგცემთო, აბა. აი, ისეთი საშინელი შოკოლადი იყო ყელზე დამადგა. წითელ ქუდა რომელია? აი ეს თეთრი ბოტასები რომ აცვია. ვაიმე ლაშა პაატაა თუ მეჩვენება. პაატა. პაატა იქ რა უნდა, რას აკეთებს? იქ პაატა? რას და ბებიასთვის საჭმელი მიაქვს. აი, თურმე რატო აქვს მობილური გათიშული, აი? ხო თან ზღაპრებში მობილურები ხო არ არსებობს და? ხორცა ლაშა. არ აპირებდი შენ მოსვლას და რა იყო, რამე მოხდა? აი, ელენე, არა ვართ კარგ ამბავზე მოსულები. რა ხდება? რა და კოტია ცუდად. კოტე, პაატას კოტე, ბაბუა. კოტე, ხო. უთქვია ჩემი შვილიშვილი ჩამომიყვანეთ სასწრაფოთო. მე მგონი უკვე. ვაიმე რას? აბა, როგორ გინდა რომ გააგებინო ეხლა ამას, არის პაატა. ვიცადე, ლაშა, დამთავრდეს და მერე ვუთხრა. ეხლა ეს როდის დამთავრდება? პაატა! არ ესმის, ისია გართული ამ გელთან ლაპარაკში რო არ ესმის. პაატა!
რაიმე გაგიჟდება პაატა რომ გაიგებს. მე ამაზე მეტი რაღა უნდა გაგიჟდეს. აი მივხვდი. რატო გახდა კოტება მოგწუდათ ხო? რატო და გაიგო ეტყებო პაატა რა დღეშიც არის აქ და გახდა ცუდად წინასწარ. ქალბატონო ნუნუ, გელი ვერ იცანით? აი მე ფრიდონია. ფრიდონია, გელი ხო ფრიდონია. დედა საწყალი. ლაშა, მე მაგას ლიფტის დროს აღარ გამოვარ. ეს საწყალი მაგრამ პაატა! პრობლემები მახსოვს კაცო, მახსოვს არ მინდა. წითელი ქუდი მახსოვს. წითელი კაბა მახსოვია, ბებიკოს ნაჩუქარია, ბებიკოს მოხსოვია. კაკუკ. იგარის. შენი შვილი ვარ, ბებუ. შომელი ხარ. ითელ ქუდა ვარ, ბებუ. მოგიტანე ნაზუქი და ერბო. ჩამოწიე ჰურდული და გაიღება კარი. ჩხაკ. ბებო, ისეთი ნაზუქები მოგიტანე, ბებო, ისეთი ნაზუქები მოგიტანე, რომ იფ. ეგ ნაზუქები მათ დააწყე და შენ აქ მოდი. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები, ბებია? იმიტომ რომ კარგად დაგინახო. ხო. ბებია. რატომ გაქვს? ბებია. ტექსტი გამოვიწყო და მიდი ახლა შემჭამე რა ბანი, მიდი. კიდევ თქვი რამე ჯერ ადრეა. კარგი. ბებია. რატომ გაქვს ასეთი დიდი ცხვირი? ამას მე არ უნდა გეუბნებოდი, მაგრამ მაინც. რა ცხვირი პაატა, რა ცხვირი? აბა ლოყები. პაატა. ეს ვინ არის? მე მონადირე ვარ, მონადირე, აქ რას აკეთებ წითელ ქუდა? ბებიას სანახავად მოვედი მე. ბებიას ნახვას ბაბუა გენახა ჯობდა. ჯერ არ შემიგამია წითელ ქუდა. წითელ ქუდა ეს არ არის ბებია შენი, წამოდი. ვიცი კაცო, ფრიდონია უთამაშო ბრაქჩის ერთი წამოდი, თორე შენ გესვრი მგელის ნაცვლად, წამოდი. რა იყო ხალხო რა, ერთი სერიოზული როლი მომცეს და ჭაბაჭხაბეთ ახლა. ლაშა. არ მოდი, ხარა, სანამ არ დამთავრდება, არაპირებს გამოსვლას ეს. გაუჭრეს მგელს მუცელი და ამოიყვანეს ბებია.
წამოდებია დედის მხრიდან ჭირი იქა კატო აქა ხო პადა წადი თორე ჯერ ბაბუ აქა და თუ მალი არ წახვალ იქა ავიღუპე ბოდიში რა ბატონო ავიღუპე და ეგა ბოდიში რა ბატონო ფიდო რა ბოდიშია რა დაიღუპეთ ბატონო ფიდო ყველა წასულა ჩვენები არიან მარტო დარჩენილები ამათ ნუ მოგერიდეთ ხო მოვდივარ ხო მოვდივარ აქედან არა კულისებიდან გადი მოიცათ რა აქედან არა ხო კარგი პაატა კარგი ხო თუ რაღაცა დარეკენ და შენს გვერდითა ვართ არ მოგერიდოს ძალიან კარგი რა როგორ არის კოდებაბა კარგად არის კარგად გადარჩა ნიკა სადაა ნიკა რეზიკოსთან არის ტელეფონით გადაიღო თქვენი სპექტაკლი და წავიდა უნდა აჩვენოს დაიწყეს ახლა ამათ რა დაიწყეს რა იყო ლაშა მე კარგად ვითამაშე სხვათა შორის რო იცოდე კი ლაშა შეუდარებელი იყავი გამახსენე ხვალ ტექსტს დაგიწერ რა ტექსტს დავიწერ რა ტექსტს ლაშა და თეატრალურ ჯილდოს რო გადმოგცემენ სამადლობელი ტექსტი ხო უნდა თქვა კარგი რა ელენე რა კარგი რა ნუ იცი ხოლმე ეს რა ტექსტი უნდა დამიწერო რა სამადლობელი რა ჯილდო მოვდივარ ოი ბატონო ფიდა მოგწადეთ ძალიან დიდი ბოდიში რა არ გვინდოდა მართლა რომ რაღაცა ესე მომხდარიყო მაგრამ აი ხო იცით პაატას ამბავი და არა უშავს მე ველაპარაკე დაბრძანეთ ველაპარაკე რეჟისორს და ყველაფერი რიგზეა და რა თქვა რეჟისორმა რაო და მომავალ სამშაბათს და ოთხშაბათს შენ პაატა და ნუნუ ხომ ვერ მოიცლით ბოლნისში გვაქვს გასტროლი ბოჭა რა მოვეწონეთ? რაღაც კორექტივებს შევიტანო თქვა. ხო. მაგრამ საერთო ჯამში აღფრთოვანდა. აი, უარ გჯერა შენ. არა, რა ამას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად. წავალ მე ტექსტს დაგიწერ. რა ტექსტი უნდა დაგიწეროს? რა ვიცი, რაღაცა მეხუმრება რა ვიცი რა. ჯილდოს მოგცემენო ვითომო და ტექსტი უნდა დაგიწერო სამადლობელიო თუ რა ვიცი რაღაც. ელენე არ გინდა მაგ ტექსტის დაწერა. მე დაწერილი მაქვს ეგ ტექსტი. კარგახნისი. ჯერ არ გამომიყენებია. გინდა გითხრა როგორ იწყება? როგორ? ამხანაგებო.